ფოტოს დავარქვი ძველი ფოტო. რადგან რაღაცნაირი ნოსტალგია გამიჩნდა, იცით? იმის გამო რომ მე გახლავართ ცხინვალდალტოლვილი და პირველი ომის დროს ცხინვალში ჩვენ ყველაფერი დავკარგეთ, ჩვენს ქონებასთან ერთად, ჩვენი ფოტოებიც კი დავკარგეთ. როცა საკუთარ მხარეზე ნოსტალგია შემოაწვება, ცდილობს ნაღველი ხატვით გაიქაროს. უკვე 5 წელია, რაც ეთერ თედიაშვილს სათქმელი არა ტილოზე, არამედ გამომწვარ მინაზე შესრულებული ნახატებით გადმოაქვს. წარმოშობით ცხინვალელი ავტორი უკვე წლებია გერმანიაში მოღვაწეობს, გამოფენებსაც საზღვარგარეთ მართავს. საკუთარი შემოქმედების მანძილზე რიგით მეათე პერსონალურ გამოფენას თბილისში აწყობს. საგანგებოდ გადარჩეული 50-მდე ნამუშევარი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიტანა. ნახატები ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში გამოიფინება. ძალიან სასიხარულოა ის, რომ ქალბატონი ჩამოვგზავნა და ჩამოიტანა თავისი ნამუშევრები. რა თქმა უნდა, საინტერესო კომპოზიციებია, როგორც ფერით, ასე კომპოზიციური გადაწყვეტით, შესრულების ტექნიკით. ნამუშევრები მინაზეა შესრულებული. ავანგარდულ კომპოზიციებზე პორტრეტების გარდა აბსტრაქციები და გრაფიკული ელემენტებია გამოსახული. მინაზე მხატვრობა განსხვავდება სხვა მხატვრობისაგან ტექნიკური თვალსაზრისით, რადგან ამ შემთხვევაში მინა იხატება თხევადის აღებავით და შემდეგ ეს ნახატი შედის ღუმელში, რომელიც გამოიწვის და ეს თხევადის აღებავი წვის პროცესში გარდაიქმნება მინად. 52 წლის თვითნასწავლი ხელოვანი ვიტრაჟებსაც ამზადებს. სპეციალურად თბილისური გამოფენისთვის გერმანიიდან 3 მოხატული მაგიდაც ჩამოიტანა. ჩემი ძირითადი საქმიანობა გერმანიაში არის შიდა კარებების მოხატვა და დიზაინი. აქ შედის მაგიდები, კარებები, ვიტრაჟები, გასაწევი კედლები და სხვადასხვა გამოყენებითი ნივთები. ემიგრანტი მხატვრის გამოფენის მხარდამჭერი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ფოლკლორის ეროვნული ცენტრია. საზღვრებს გარეთ საკმაოდ ბევრი ნიჭიერი ადამიანი არის გასული, ისინი მოღვაწეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ქართულ დიასპორას ამდიდრებენ, ისინი ამდიდრებენ საქართველოს კულტურას, ისინი არიან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავიზიტო ბარათი საქართველოსათვის, ახდენენ საქართველოს და მის კულტურის პოპულარიზაციას და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაც გახლავთ ის, რომ ეს ადამიანები ჩამოვიყვანოთ და ქართულ საზოგადოებას უკეთ გავაცნოთ. ეთერ თედიაშვილის ნამუშევრების გასაცნობად ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში დღეს 4 საათიდან გეპატიჟებიან. დამთვალიერებელს ორიგინალური არტის შეძენის საშუალებაც ექნება.